Age. Sul. Neri. Odi age. Ai maga sugri. მირზა ალიევის საცხოვრებელ სახლში, სადაც გუშინ გვიანღამით სპეცოპერაცია ჩატარდა, ამ დრომდე სისხლის გუბეები დგას. ფორმულას კამერამ გადაიღო 11 ნატყვიარი კედლებსა და კარებზე. ჩამსხვრეულია სახლის ფანჯრები და დაზიანებულია საყოფაცხოვრებლო ნივთები. გვიანღამით სპეცრაზმის თანამშრომლები ეზოშიკიბის დახმარებით შევიდნენ, რადგან სახლს გარშემო დიდი გალავანი არტყამს. შემდეგ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და როგორც ძალოვანი უწყება აცხადებს, საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად 52 წლის მირზა ალიევი მოკლეს. სპეცოპერაციის დროს სახლში იმყოფებოდნენ მოკლულის ოჯახის წევრები. სპეცოპერაციის დეტალებს დღეს მირზა ალიევის მამა იხსენებს. ლოგინში ვიყავე და თანგი და ავატყოფი ვარ და ფეხშაც კი ვარ. ადეგი მე ვერა. მე ლოგინი და დააშალეს ჩამოვარდი ტაბლა. გარეთ რო გამოვიდნენ ფანჯრებს შესულეს. მე იქით შევიდნენ. სად არიან? მე რა ვიცი სად არიან? ვის ეძებს შენ? ბევრი გასროლა იყო. ბევრი იყო. ლიკვიდირებული მამაკაცის ოჯახის წევრები არ უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომ ალიევს იარაღი საწოლთან ახლოს ჰქონდა. სახლში შემოჭრილი ნიღბიანები კი ქურდები ეგონა, რადგან რაიონში აქამდე სახლის ძარცვის არაერთი შემთხვევა მომხდარა. მამის იარაღი ჰქონდა, ოღონდ ისეთი საბუთი ყველაფერი ჰქონდა. ან თავის იმაზე ჰქონდა რა, საწოლთან და ესე რა ქვია, იმას ეგონა, რომ ისინი არიან რა ქვია ქურდები და ვიღაცები შემოვადნენ. გაიყვიცა რომ ვიღაცებია იმით რა სპეციალური მასკებით რაღაცებით და შემოვადნენ შიგნით და იმას ნახა რომ ვიღაცებია რა ეგონა ქურდებია და ესროლა იმას. ალიევი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია. ოჯახის წევრები მის კავშირს ქურდულ სამყაროსთან უარყოფენ და არ იციან, ჰქონდა თუ არა მას ვინმესთან ფინანსური დავა ან დაძაბული ურთიერთობები ქართულ ოცნებასთან. 20 წელია ამათი იმაზე რა სახელმწიფო იმაზე მუშაობდა. ქართული ოცნებასთან ასოცირდებოდა. დეპუტატი იყო რამდენი წელი 10 წელი მერე კიდე საკრებულოში იყო დეპუტატი. კი ბატონო. ახლა ბოლო არჩევნების დროსაც ეხმარება. კი ბატონო, აი მაგისი არის, აი 2 წელია იგებს აქ გაბალში, მაგის შედეგია. ჩემს სიმამლის ის არის რა, გაგეთებული, ანუ ის არის რა, მაგის შედეგია რომ მოიგოს. ფორმულას ინფორმაციით მამაკაც ბოლო პერიოდში მმართველ გუნდთან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ეს კავშირში არის თუ არა ამ კრიმინალურ საქმესთან უცნობია. ლიკვიდირებულ მამაკაც სამშენებლო მასალების ბიზნესი ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით გამოიკვეთა, არ არის გამორიცხული, რომ მას ბიზნესიდან კონკრეტულ თანხებს კრიმინალური ავტორიტეტი სთხოვდა. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს. აქვს თუ არა რამე კავშირი მას მირზა ალიევთან უცნობია, თუმცა ელმურაზ მამედოვი აქამდეც ფიგურირებდა არაერთ გახმაურებულ საქმეში, განსაკუთრებით კი მისი სახელი ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან და ბიზნეს რეკეტთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა გარდაბნის რაიონში მომხდარი ფაქტი, როდესაც მამედოვის დავალებით ორი მამაკაცი ალაზირ ირზაევის საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა და მისი კუთვნილი მანქანა ააფეთქა. კრიმინალური ავტორიტეტია ის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს პერიოდულად ავიწროვებს საქართველოში. არანაირი რამე ფინანსური დავა არსებობდა, ვიღაცას ჰქონდა მისი ვალი, მაგალითად ამ თანხის ამოღებას ხო არ ცდილობდა. არა მგონი, აი მე როგორც ვიცი, რაც ვიცი არა. მამაკაცის ნათესავები გვიყვებიან, რომ სამართალდამცველებმა სახლიდან მირზა ალიევის შვილი და მეუღლე ძალის გამოყენებით აიყვანეს. მირზა ალიევის ხედარი ექსპერტიზის შემდეგ კი უკვე საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. დედას და შვილებს და კარგად შემო თელ სოფელში მირზე კარგი ბიჭია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის საფუძველზე 34 პირი დააკავა. სპეცოპერაციის დროს მირზა ალიევის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთ-ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში დაიჭრა. მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც მირზა ალიევი უცნობ პირს ესაუბრება და მას ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრება.
სახლიდან გარედან სადაც გნახავ, იქ დაგლეწა მე პირადად ეხლა. რა მიგეძმა, სადაც გნახავ. თუ გინდა აფენში მიდი ეხლა, თუ გინდა ლაგოდეხში მიდი. სადაც გნახავ ეხლა მე პირადად მეგეუბნები მაგაში. იქ დაგლეწავ, კომაში ჩაგიგდები. მირზა ალიევის ოჯახის წევრები ამ დრომდე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია ჰქონდა თუ არა ალიევთან რაიმე სახის კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებულ კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს. ან არიან თუ არა საქმეში ჩართულები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებიც.